მაიამი მინაშვილმა საგამოცდო სისტემაში არსებულ ცვლილებებზე და ცენტრის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაუბრუნდება თავის ძველ ფორმატს და აბიტურიენტები ჩააბარებენ 3 სავალდებულო და 1 არჩევით საგანს. საატესტატო გამოცდებს მოსწავლეები წელს თავიანთ სკოლებში ჩააბარებენ. გამოცდების ფორმატს კი სკოლა განსაზღვრავს. მომავალი 2014 წლიდან კი საატესტატო გამოცდების ფორმატი შეიცვლება. მოსწავლეები გამოცდებს 2 ეტაპად ჩააბარებენ 4 საგანს: ქიმიას, ფიზიკას, გეოგრაფიას და ბიოლოგიას მე-11 კლასში, ანუ მაშინ, როცა დაასრულებენ ამ საგნების სწავლას და დარჩენილ 4 საგანს ქართულს, მათემატიკას, ისტორიას და უცხოენას მე-12 კლასში. 2014 წელს მე-11 კლასის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდებს შემოდგომაზე ჩააბარებენ. ცენტრალიზებულ გამოცდებს ამ კუთხით დაეხმარება ძირითადი ფუნქცია და არსებული სასწავლო გეგმით მოსწავლეები 4 ძალიან მნიშვნელოვან საგნის სწავლას ასრულებენ მე-11 კლასში. ეს გახლავთ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. ასე რომ ალბათ სრულიად ლოგიკური იქნებოდა მოსწავლემ გამოცდა, გამოსაშვები გამოცდა ჩააბაროს საგანში იმ დროს, იმ სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც ასრულებს ამ კონკრეტული საგნის სწავლას. ასე რომ შემდგომში 2013 წლის შემდეგ 4 გამოცდას ჩააბარებენ მე-11 კლასელები, მაშინ როცა ასრულებენ ისინი აი ამ საგნების სწავლას, 4 გამოცდას ჩააბარებენ შემდგომ უკვე მე-12 კლასის ბოლოს.